მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადამიანის სახში. ადამიანისა, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთ ქარცეცხლს გაუწია. ადამიანისა, რომლისგანაც იუდას ამბორს ითხოვდნენ, მაგრამ ღალატ სიკვდილი არჩია. დღეს 29 ივნისია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაოლო იაშვილის დაბადების დღეა. არგვეთში შორიდან მიმოჩანს პატარა მწვანის ჩაფლულიოდა. ეს პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმია. ადგილი, სადაც სიტყვა სიჩუმესთან მეგობრობს. ადგილი, სადაც პოეზია ვერმოკლეს. აქ დაიბადა ნაზი და მღელვარისულის პოეტი. წიგნები ისევ თაროზია. კალამი ისევ მაგიდას ეთევს. პაოლოს ფოტოები ისევ კედლებზეა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სიცოცხლე, რომელიც იქნა ლექსად ქცეული, ისევ სუნთქავს ამ ოთახებში. მოფრენა მტერი, სიტყვას ცვლის სიტყვა და ზომას ზომა, მარცვლების დებნას დაიწყებს ფერი, ავსებს წერილს, სუხანდელ ციზდარდი და მღერი, ღერი, კალამის ვერი, ბულბულის ნისკარტი. ქვეყანას იგი 1894 წლის 29 ივნის აქ ამ სახლში მოევლია. პოეტი, რომელიც სიცოცხლეს ლექსებად აქცევდა და სიკვდილსაც პოეზიად შეეგებდა. დაბადებული შეძლებულ ოჯახში, ნიჭის სავსე ბიჭი. მისი ოჯახი არგვეთში სითბოსა და განათლებას აღწერებდა. მამა ჯიბრაე, ჯიბო დავითისე, პროვიზორი. წიგნებისა და ადამიანების უდიდესი მოყვარული, რისის წყალობითაც პაულოს არ აკლდა არ წიგნები და არც მეგობრები. დედა ბაბილი, ბარონი სასული, მდივანი. კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი. 4 ვაჟისა და 1 ქალიშვილის დედა. დღეს ჩვენ გავესაუბრებით მუზეუმის მთავარ გიდს ქალბატონ ნინო იაშვილს. პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც ვიცი, მუზეუმს ჩაუტარა რესტავრაცია. დაუბრუნდა პირველად სახეს. შეგიძლიათ ორი სიტყვა გითხრათ ამასთან დაკავშირებით? სახლი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა პაოლო იაშვილი, შვილიშვილების ინიციატივით სახლი გადასცეს სახელმწიფოს, რომლის შედეგადაც სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია. საქართველოს კულტურის რემს ხელმძღვანელი იყო საქართველოს კულტურის სამინისტრო, მაშინდელი კულტურის მინისტრი ქალბატონი თია ჭულუკიანი. პაოლო იაშვილის მოღვაწეობიდან რომელი ფრაზა გახსენებათ მის სახელის ხსენების დროს? ლექსი დაწერა ბოლოს. ღმერთო, რატომ გამაწამე? გული ვესა დავიამე, ირგვლი მეფოს ბნელი ღამე. 22 ივლისი 1937 წელი. წერალთა სახლი. პაულო ამბობს, თოფი გასაკიდად წამოვიღე. გზაში ვალის ფულს იხდის, შვილს პატიებას თხოვს. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ფესს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა. შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი. ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენად მე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. და მერე სიჩუმე. თობის ერთი გასროლა და ერთი საუკუნის დუმილი.